ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ რაც აქამდე უქნია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ასე რომ ამბობდნენ ხოლმე ჟურნალიაო, მოდი უფრო სხვაგვარად ვიტყვი, პროლოგია იმ უბედურებებისა, რომლებიც თავს დაგვატყდება არც თუ შორეულ მომავალში, მოდი მე ასე ვიტყვი, მაინც 2025, 26, 27, 28 თუ გნებავთ, მოკლედ უახლოეს 3-4 წელიწადში. რა არ უქნია, ხო, რეპრესიები მოუწყვია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. დაპატიმრებული ხავს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, ხავს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი. მან ამ ბანდამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, ხოლო 28 ნოემბერს ღიად თქვა, რომ ევროკავშირში საქართველო არ მიდის. დამთავრდა. ის რაც იყო ოცნება საუკუნოვანი, ასე რომ ამბობენ ხოლმე, მაგრამ თუ გნებავთ ვიტყვი ბოლო 20 წლედის, 30 წლედის, 1991 წლის 9 აპრილიდან იმ ყველაფერს გადაუსვა ხაზი. ცუდი პრეზიდენტების, კარგი პრეზიდენტების, უკეთესი პრეზიდენტების, უარესი პრეზიდენტების, ცუდი მმართველების, მაგრამ ქართველი ხალხის არჩევანს გადაუსვა ხაზი. ანუ შეიძლება მოგწონდეს შევარდნაძე და არ მოგწონდეს გამსახურდია, ან პირიქით მოგწონდეს გამსახურდია და არ მოგწონდეს შევარდნაძე. სააკაშვილი შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება არ მოგწონდეს, მასზე უკეთესად მიგაჩნდეს ვინმე სხვა. მარგველაშვილი მიგაჩნდეს, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდია, ან ედუარდ შევარდნაძე, ან პირიქით მიშა მიგაჩნდეს ყველაზე უკეთ. მაგრამ უკლებლივ ყველა მიდიოდა ევროპისაკენ და აი ამ ბანდამ თქვა, რომ დამთავრდა. ამ ყველაფერს იცით თქვენ დაემატა რეპრესიები, დემონსტრაციებს მოჰყვა რეპრესიები და ამ ყველაფერს დაემატა კანონები, რომლებიც მან მიიღო ჯერ კიდევ არჩევნებამდე, კანონების ნაწილი. არჩევნების შემდგომ ხომ გაამკაცრა რეგულაციები. ახლა ჩვენ თლად ჩრდილოეთ კორეა არა ვართ, მაგრამ ბელარუსი ვართ ერთგვარად. ან მნიშვნელოვანწილად კავკასიის ბელარუსი. ხო და მთავრდება ეს ყველაფერი. ჩვენი ევროინტეგრაცია მთავრდება, არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მაღალი ალბათობით ნატოსკენაც მაღალი ალბათობით კი არა შევაჩერებთ ჩვენ მოძრაობას. დავასრულებთ ჩვენ მოძრაობას ამ ბანდის პირობებში თუ ამ ბანდის გამო. ამ ყველაფერს რეპრესიებს მოჰყვა სრულიად სამარცხვინო და ღირსების ღირსებას რო აგვყრის ხოლმე ისეთი განცხადებები გმირებზე. გიორგი ანწუხელიძეს შეეხდნენ ხალხთა 9 აპრილის გმირებს. იმგვარ სიტყვებს ამბობენ, რომლებიც მთლიანად ანგრევს ჩვენს ისტორიას, ჩვენს წარსულს, ჩვენს იდენტობას, უფრო ზუსტი რომ იყო ალბათ. დიახ, ჩვენ ამგვარი იდენტობა გვაქვს, გმირების ქვეყანაც ვართ, მოღალატეების ქვეყანაც ვართ. რა თქმა უნდა, ეხლა სერგო ორჯონიკიძეები და შადიმან ბარათაშვილები არიან ამ ქვეყანაში. მაგრამ ამავდროულად ვართ გმირების ქვეყანაც. და იცით რა არის ესეთი განცხადებები იმის თაობაზე, რომ გიორგი ანწუხელიძე შეიძლებოდა ყოფილიყო ცოცხალი. გიორგი ანწუხელიძე რომ ყოფილიყო ცოცხალი, ის გმირი ვერ იქნებოდა. მას შეგახსენებთ და ამ ბანდას შევახსენებ რა საკვირველია, პირველ ყოვლისა, თუ მოისმენს. მან არ დააბიჯა ქართულ დროშას ფეხი. მან არ დააფურთხა ქართულ დროშას. სხვაგვარად როგორ უნდა მოქცეულიყო, ესენი ამბობენ, რომ გიორგი ანწუხელიძე შეეწირა პიარს, ანუ მას შეეძლო დაებიჯებინა ფეხი დროშისათვის, დაეფურთხებინა დროშისათვის, შესაბამისად პიარს შეწირული ის აღარ იქნებოდა, არ იქნებოდა და ახლა რომელიმე სოფელში თუ ქალაქად იქნებოდა მშვიდად და წყდარად და ჩვენ გვეყოლებოდა ცოცხალი გიორგი ანწუხელიძე, რომელიც რასაკვირველია ფორმალისტური თვალსაზრისით მის შვილებსაც და საერთოდ მის ახლობლებს, მის მეგობრებს, მის ოჯახს, რასაკვირველია სჭირდება ცოცხალი. კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო გიორგი ანწუხელიძე. ცოცხალი. ისტორიასაც ხაზავენ, მე არ ვიცი ახლა ალბათ ილია
სხვაგვარად რომ მოქცეულიყო ის ცოცხალიც იქნებოდა 1907 წელსო. შეიძლება ესეც კი თქვა. ალბათ ამას ვერ გაბედავენ, მაგრამ უკლებლივ ყველაფერი, რასაც ესენი ამბობენ, პრინციპში ამგვარობა, ამის მთქმელები არიან ეს. მაგრამ მე მინდა კარგად ავხსნა, რომ ის რაც გააკეთეს ამათმა უკვე ეს ჯერაც არის პროლოგი. ჯერაც არის დასაწყისი. ისინი, ანუ ეს ბანდა გაზდის რა პრაქტიკულად ყველაფერი, ყველაფერს სხვას და უარესსაც კი იკადრებენ. რასო თქვენ მეტყვით და მე გიპასუხებთ. ნაწილობრივ თანმიმდევრულად ვეცდები ჩამოვთვალო ის უკეთურობანი კი ადანაშაულები, რომლებსაც ისინი გვაკადრებენ ჩაიდინენ ქართული სახელმწიფოს წინაშე, არა მხოლოდ ჩვენი დღევანდელი ცოცხალი საზოგადოების წინაშე, არამედ ისტორიის წინაშეც. სამომავლო ისტორიის, ქვეყნის წინაშე. მაგალითად, გააუქმებენ მედიას. ნუ გააუქმებენო ბევრი იტყვის, ეხლა იქნება მათი კონტროლირებადი მედია, რომელიც ვრემია არის ისედაც და კიდევ უფრო მეტად იქნება ვრემია. ანუ ოფიციალურ ქრონიკას გადმოსცემს მაამებლურად. არანაირი შეფასება, არანაირი ფაქტის ინტერპრეტაცია არ იქნება. არანაირი ანალიზი არ იქნება მათ მედიაში. ჯანდაბას. არა, ჯანდაბას არა, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც აპირებენ, კიდე მართლა ჯანდაბას. მეორე რაც აპირებენ ესენი, უკლებლივ ყველას, ვინც მათი მოწინააღმდეგეა, ინდივიდებს. რამდენი კაცზეა ლაპარაკობ, ხო საბოლოო ჯამში. 1000-ზე, 2000-ზე, 10000-ზე. ისინი ან განდევნიან მათ ნაწილს. მსუად განდევნიან მათ ნაწილს, მეორე ნაწილს მოახრჩობენ, ანუ დააშინებენ, მესამე ნაწილს უბრალოდ დაიჭერენ. ეს ყველა აქტიურ ადამიანს ეხება, ამიტომ ეს სეგმენტურად არ ჩამოვთვლი. ჟურნალისტებიც არიან ამათ სიაში, პოლიტიკოსებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რიგითი აქტიური მოქალაქეებიც, მსახიობებიც, ხელოვანებიც, ზოგადად ხელოვანები. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გააჩუმებს 1-ს და გაჩუმდება 10. დაჩაგრავს 2-ს და დაიჩაგრება თუ გაჩუმდება 30. ეს არის ფაქტი. ამ ყველაფრის შემდეგ ისინი აპირებენ საშინელებების ჩადენას, დამატებით საშინელებების ჩადენას ქართული სახელმწიფოს წინაშე. თუ წინააღმდეგ, მაგალითად, ეხლა უკვე თანმიმდევრობით რამდენად მივყვები არ ვიცი. ისინი გაახშირებენ 9 მაისს ჩავლენ, მაღალი ალბათობით ამ 9 მაისს მოსკოვში. ისინი გაახშირებენ კონტაქტებს რუსეთთან, კონტრაქტსაც უაწერენ ხელს რუსეთთან და ეს კონტაქტები, კონტრაქტს მოიტანს შედეგად და ეს კონტრაქტი იქნება ამგვარი, რომ რუსეთი იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე. ის აღარ იქნება ოკუპანტი ძალა, ოკუპანტი ქვეყანა. ოღონდ არაფერს არ დაგვიბრუნებს სამასობაში, ანუ აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ამის ილუზია არ უნდა გქონდეს არც ერთ ჩვენგანს. ის არ დაგვიბრუნებს აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს. აღარ იქნება ოკუპანტი, მისი სამხედრო ბაზები დაკანონდება იქ, სადაც არის, ხოლო ორგან სამგან, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, შესაძლოა კახეთშიც, შესაძლოა აჭარაშიც, მეთქი ხა როგორ გავბედო, მაგრამ აჭარაშიც და არ გამოვრიცხავრო თბილისში, აი აზიანში მაგალითად, ხო? იქნება ეგრეთ წოდებული ანტიტერორისტული ერთობლივი ცენტრი, რომელიც რეალურად ბაზაა, რასაკვირველია. მაგრამ სტრატეგიული ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის ფარგლებში იქნება მოქცეული ეს ყველაფერი. რუსეთი იქნება ჩვენი უსაფრთხოების ეგრეთ წოდებული გარანტი. ოღონდ ვისგან დაგვიცავს, ვისგან და აი ამ deep state-ისაგან, რომელიც ამათი ამ ბანდის აზრით ჩვენ გვესხმის თავს. უკაცრავად მე ამ პირობებში მიწევს შესაძლოა გარე ხმების, ქუჩის ხმების შემოდის და გიმოდიშებთ, რომ ამ პირობებში მიწევს ვიდეოს ჩაწერა, თუმცა ვარაუდობ, რომ საინტერესოა ჩემი მოსაზრებები. იმეც ვიტოვებ. საქართველო გამოცხადდება ნეიტრალურ სახელმწიფოდ. როგორც კვლავ ვიმეორებ, ნეიტრალურ სახელმწიფოდ და არა დემილიტარიზირებულ სახელმწიფოდ რუსული ბაზები და ანტიტერორისტული ცენტრები იქნება ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, საქართველოს შეუერთდება ფორმატ 3+3, ოფიციალურ უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, ანუ ჩვენ ასპირანტი ქვეყანა ვართ და ჩვენ თვითონვე ჩავეხსნებით ნატოს გზას, ვიტყვით, რომ აი ბუქარესტის 2000
8 წლის სამიტის შედეგები ანულირებულია. არ გვაინტერესებს დადო. ასპირანტი ქვეყანა აღარ ვიქნებით. ხო, რო არ დამავიწყდეს და ეს ისიც რომ ახლო ეს ხანებში მოხდება, ყველაფერს გააკეთებს დე-ფაქტო ხელისუფლება საიბისოთ, რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი შეგვიჩერდეს. ეს არის რუსეთის მოთხოვნა ყველაფერი. რუსეთის მოთხოვნა არა მარტო ის რომ საქართველო მიბობღდეს ევროპისაგან რუსეთში, არამედ საქართველომ ყველანაირი კავშირი ურთიერთობა გაწყვიტოს ევროპასთან და ეს სივრცე ევროპული სივრცე დასავლური სივრცე მთლიანად გამოაცხადოს მტრად. თანმიმდევრულად ასრულებს ივანიშვილი ამ ყველაფერს. და ესე იგი ნეიტრალური სახელმწიფო ვიქნებით, რუსული ბაზები იქნება დაკანონებული, ჩვენ გავწევრიანდებით ოდეკაბეში, ბრიქსში მაღალი ალბათობით, DST-ში და ფორმატში 3+, მიუერთდებით ფორმატ 3+3. ამასობაში გაიხსნება ეგრეთ წოდებული რკინიგზა, რომელიც რუსეთს დააკავშირებს სომხეთთან, ანუ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი. და 1000 უბედურება მოხდება კიდევ. მედი არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობენ, პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, გაუქმებულია და მათი ლიდერები დაჭერილები არიან უმრავლეს შემთხვევაში ან გაქცეულები და ემიგრაციიდან კნავიან. არა, ცუდი კონოტაციით არ ვამბობ ამას, უბრალოდ ხმამაღალნი ვერ არიან. ცალკეული ინდივიდები დაპატიმრებულები არიან მედიიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ცალკეული ლიდერები, ინდივიდები სამოქალაქო სექტორიდან და საზოგადოებიდან მთლიანად. მოკლედ, საბჭოთა კავშირის მსგავსია. ეხლა ვინმე მეტყვის რომ ეს ყველაფერი არ გაუვა. მეც მგონია რომ არ გაუვა. მეც შემიძლია ხმამახლა და გაცილებით უკეთეს სადღეგრძელოს წარმოთქმა შემიძლია ვიდრე ბევრს. თუ ოპოზიციიდან, თუ საზოგადოებიდან, თუ სახელისუფლო ბანდიდან. არ გაუვათ და ეხლა შემიძლია რაღაც ავწიო ჭიქა. მაგრამ ფაქტია რომ აქამდე ყველაფერი გაზდის. დიახ, წვალობს, დიახ, გაბზარულია ხშირ შემთხვევაში, დიახ, ხმები გვისმის იმის თაობაზე, რომ ერთნი აპროტესტებენ შიგნით და მეორენი კი მაინც ბიზინა ივანიშვილის ხარდაჭერის სარგებლობენ კიდევ გვესმის ხმები. მეც გამიცელები ამგვარი ხმები თუ სწორი სიტყვა. მეც მithქვამს რომ ბიზინა ივანიშვილი ახლა გაემიჯნება ირაკლი კობახიძეს. არ ირაკლი კობახიძეს, გაემიჯნება ირაკლი ღარიბაშვილი. გომელაური დაიჭერს, ხა ეს არ მithქვამს, მაგრამ გომელაური დაიჭერს რაღაც არ ვიცი მე. ხსენებულ კობახიძეს მაგალითად და ასე შემდეგ და ბოლოს აღმოხდება არ ვიცი ვის რა ქვია იმის არა დიმიტრი სამხარაძის არამედ მეორე სამხარაძის რო ნიკა სამხარაძის აღმოხდება სიმართლეები და იტყვის რაღაცებს არ არსებობს ეს რაღაცა არ გათეთრდების ყორანი არ გათეთრდების ასე მაგალითად ირაკლი ჩიქოვანი დამთავრებული ამბავია სამწუხაროდ ის გადაერთო არის უკვე რუსულ ნავში სამწუხაროდ და მე კი მივარაუდია რომ რაღაც შეიარაღებული ძალები იტყვიან თავის სიტყვას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იტყვიან და აღარ არსებობს დამთავრებული ამბავი. ამიტომ ჩვენი პროტესტი რასაკვირველი აღელვებს, ნერვიულობს, რაც უფრო მეტი ვართ, მით უფრო ნერვიულობს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც გზნობს საკუთარ თავს მხარად და ჩვენთვის პრინციპში ვერავინ ვერ იცლის დასავლეთში. ესე ღიად რო ვილაპარაკოთ და შეუძლებელია რომ მოიცალოს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ და 587 საკითხია დღის წესრიგში მსოფლიოში, უკრაინის საკითხიც კი არ არის გარწმუნებთ პირველი საკითხი. გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი, ისედაც ბაიდენის პირობებშიც კი არასწორ ამერიკას და ახლა გაამბივალენტებულ ამერიკას ასე ვიტყვი, რომლის ლიდერიც ყოველ ორშაბათს აკეთებს იმ განცხადებას, რომელსაც სამშაბათს აუცილებლად ეწინააღმდეგება მაგალითად ტარიფებთან დაკავშირებით. არა, მე ხა ტრამპის კრიტიკით არა ვარ დაკავებული, მით უფრო რომ ეს მართლა ესეთი ფაქიზი ხაზია, ანტიტრამპიზმი შეიძლება გადაუვიდეს ბევრს, მეც მათ შორის ანტიამერიკანიზმში და ამერიკა უძლიერესი და უმძლავრესი სახელმწიფოა, რომელიც არის ჩვენთვის ესეთი ხავსი ხო, რომელსაც უნდა ჩამოეკიდო, თორე ევროპა კი მადლობა არასაკვირველია ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს, ევროპარლამენტარს, ევროპარლამენტს ასე მაგალითად, მაგრამ პირს ვერაფერს წყვეტენ. რა მდგომარეობა გვაქვს და ეს მდგომარეობა გვაქვს რეალურად. არა, მე მეორე ნაწილიც უნდა ვილაპარაკო, იმას კი მოკლედ ვიტყვი, მაგრამ მაინც იმ მეორე ნაწილზე მოკლედ ვისაუბრე. აი ეს მდგომარეობა გვაქვს. გამოსავალი რა არის, არავინ არ იცის. ეხლა ერთმა დაწერა რამდენიმე დღის წინ და გამოსავალი არის ერთადაც მახსოვს, ვინ? ერთადერთი გამოსავალი კი არა, ერთადერთი მოთხოვნა უნდა გქონდეს, რომ გაანთავისუფლოს ეს 50-52 პატიმარიო
და ამით დავამთავროთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ხა 42 პატიმრის განთავისუფლება, გასაკვირველია. მაგრამ გადმოგვიგდებს ამ 52 ბარტყს და თუ ამით ვამთავრდება ამით. ანუ შეიძლება გადმოგვიგდოს მეთქი. ისიც არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც. ამიტომ პატივისცემა თითოეულ მათგანს გასაკვირველია უზარმაზარი მადლობა იქ წერილებს რო კითხულობ ასე მაგალითად ცეცხლაძისა, ან ასე მაგალითად ჭიჭინაძისა, ან მზია ამაღლობელისა, ხო, იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. მე თვითონაც აღვივსები ხოლმე ოპტიმიზმით, შემართებით, მაგალითნი არიან მაგალითები არიან ისინი ჩვენთვის. თამასა აწიეს ძალიან მაღლა, ისინი უკვე დამკვიდრებული ისტორიული პერსონები არიან, მოვერიდების სიტყვას გმირები მომიტევეთ, მაგრამ დამკვიდრებული ისტორიული პოზიტიური გაუტეხავი გმირები არიან, ისწრებს მადლობა. ხო, მაგრამ ასე არ არის, რომ დავამთავრეთ, აი განთავისუფლდნენ ისინი და დავამთავრეთ ამის შედეგად ბრძოლა, დავამთავრეთ. თუ დავამთავრეთ ბრძოლა, არ ვიცი და თუ ესეთი განცდა ექნება ივანიშვილსაც, მართლა გადმოგვიგდებს, მართლა ამ ბარტყებს. თუმცა არავის არ ეგონოს, რომ არ დაიჭერს შემდეგ 52-ს, ამ პირველი 42-ის გადმოგდების შემთხვევაში, 42-ს რამდენიც არის ეს სინდის პატიმარი. ამოსავალი არის, რომ 500,000 გამოვიდეს და დაამხოს პირდაპირ მნიშვნელობით ეს ხელისუფლება, მაგრამ არ გამოდის ეს 500,000. შეგუებულთა მთელი ჯგუფი, კასტა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, კასტა ალბათ სწორი სიტყვა არ არის, მნიშვნელოვანი ნაწილია შეგუებული ამ ყველაფერს. არაფერი არ გამოვა ამბობს ერთი ნაწილი, მე რა უნდა გავაკეთო ამბობს მეორე ნაწილი, ინდივიდები ამბობენ ასე. მესამე შესაძლოა მოსწონს და არც არავის არ ქონდეს იმის ილუზია, რომ ასე მაგალითად ვიზა ლიბერალიზაცია რო შეჩერდება, ეს ხალხი იხუვლებს და გამოვა. ოცნების ამორჩეველი აქამდე უნდა გამოსულიყო. და პარიზებში და ბრიუსელებში და ვარშავა, ბარსელონებში თუ არ ივლიან, ნუ ივლიან. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთი ფიქრობენ, რომ რაღაც ნაციონალების გვერდზე ვერ დადგებიან. არ არის ეს ნაციონალები, ვერ გაიგეთ. ნაციონალები ყოფილიყვნენ, ტრიბუნა იქნებოდა და ვაშაზე იქნებოდა 24 საათი ხაბეიშვილთან ერთად ტრიბუნაზე. და არ არის რა ტრიბუნა, არც არავინ არ იქნებოდა მიტინგებზე. იქნებოდა, მაგრამ ცოტა რაოდენობის მოქალაქე. კიდევ უფრო ცოტა, ვიდრე ეხლა არის. ამიტომ არც კომპლექსი არ უნდა გქონდეთ ამ ნაციონალების იყოფნისა მაინც და მაინც, მაგრამ თუ მაინც და მაინც კომპლექსი გაქვთ, არ არიან ნაციონალები, ასე უნდა გითხრათ. არც ერთი პარტია არ არის მარტო ნაციონალებზე კი არა. ვიციკლები ახლა. ვიღაცას ხაბეიშვილი არ მოსწონს ბოყუჩავა და ვიღაცას ხაზარაძე და არ ვიცი, ჯაფარიძე. ჯაფარიძე ყველა პარტიაში. პრაქტიკულად სახელმწიფო პარტიის ჩადგა. მოკლედ, რა გამოსავალი არსებობს? 9 მილიონი ქუჩაში და დაუმთავრებელი, დაუსრულებელი პროტესტი. რაც არ გამოდის. ამიტომ არსებობს გამოსავალი ამგვარი, რომ ჩვენ როგორღაც ეს პროტესტის ტალღა, პატარა ტალღა, თუნდაც უნდა შევინარჩუნოთ როგორმე და ესენი დაუშვებენ ალბათ იმგვარ შეცდომას ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასაც მათ შორის, იმიტომ რომ ალბათი პოლიტიკის ქმედება შედეგად გაუქმდება ვიზა ლიბერალიზაცია თუ გაუქმდება, რომ მე უნდა ვიხუვლოთ და მე მართლა უნდა გავიდეთ 9 მილიონი. და სხვა თუ არაფერი უნდა ვიყოთ ქუჩაში, იმიტომ რომ მეხსიერება ან მოდი ესე ვიტყვი, მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ. ეხლა მე ბარათაშვილის მერანის ციტირებას არ დავიწყებ, რომ მემკვიდრე მოგასავათ რო გზა უვალი ჩვენგან თელი მერანო ჩვენ მაინც დარჩება, ამას არ ვიტყვი, მაგრამ დიახ ეს რაღაცა მომავალ თაობებს რო უთხრათ, რომ ვიდექით ხალხო და აი ამას დააფუძდეთ თქვენი დამოუკიდებლობა. ახლა მეორე თემაზე გადავდივარ, 19 წუთი გამოვიწურა 19 ამასობაში. დიანა ტრაპაიძეს აკრიტიკებენ ძალიან და ამბობენ ეუბნებიან იმას, რომ აი რატო თქვი, რომ ეს არის რაღაც მახსოვს რა ტერმინს ხმარობს. ხო, ნაწილობრივ აღიარებული თუ არ აღიარებული ერთგვარი ლეგიტიმაციის თუ ერთგვარი არალეგიტიმაციის თუ რაღაცის ხელისუფლება. მე ვაკრიტიკებ, უახტულად გეტყვი. ოღონდ იმ კუთხით არა რომ დიანამ რაღაც სწორედ არ შეაფასა ეს ყველაფერი. არ ვიცი. ხო, სომხეთი, ჩინეთი ატერმის ხმარობს აღარ მახსოვს და მომიტევეთ და ჩახედეთ დიანას ინტერვიუს გვარამიასთან, ან მის სტატუსს, ან მერაბ მეტრეველის სტატუსს, ან მის სტატუსს, ბევრ მაუწყებს სტატუსს. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი ასახელებს იქ ქვეყნებს, ხო? ისინი აღიარებენ კი არა, ცნობენ ამ ხელისუფლებას. ოღონდ მე კარგად უნდა ავხსნა, რომ ლეგიტიმაციის წყარო არის ნაწილობრივი ლეგიტიმაციის, ხო, სპორტსტილო. ლეგიტიმაციის წყარო არ არის სომხეთის ლიდერი ფაშინიანი ან
თურქეთის ლიდერი ერდოღანი. ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი და ხალხი არ სცნობს ამ ხელისუფლებას 26 ოქტომბრის შემდეგ და განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ. იმიტომ რომ იმ მოქალაქეებმაც კი სხვათა შორის რომლებმაც აირჩიეს ეს ხელისუფლება, ანუ ხმახომ მისამართლა 500,000-მა, ამ მანდატით არ აურჩევიათ. იმისთვის რომ ისინი ქუჩაში არ გამოდიან და ასე შემდეგ, მაგრამ საარჩევნო დაპირებებში, რომ ჩვენ გავაჩინებთ ევროპასთან ურთიერთობას და ინტეგრაციას, ეს არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, რიგით იქოს ამორჩეველისთვისაც კი ეს ნაწილობრივ არალეგიტიმური ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში არ გამოდის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არალეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომაც რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა და იმიტომაც რომ ამ მანდატით ეს ლეგიტიმაცია მას არ ჰქონია, სულ რომ მოეგო არჩევნები, ანუ 1,100,000 მოქალაქეს რომ მიეცა ხმა, ამომრჩეველს რომ მიეცა ხმა, ამ მანდატით ის არ აურჩევიათ. ჩვენ დავანგრებთ ქვეყანას და ამიტომ აგირჩიეთ, ეს არ უთქვამს ქართულ ოცნებას 26 ოქტომბერს. მაგრამ ეს არ არის პრობლემა. მესმის დიანა რასაც ამბობს, უნდა გავუგოთ. ასაგებია, სომხეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანის, თურქეთი რო ცნობენ ამ როგორც ეფექტური სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია. როგორც ამ ტერიტორიაზე, აი ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს. აი ეს ცნობენ. დიახ, ეფექტურ კონტროლს ანახორციელებს საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება, ანუ არა 79,900 კვადრატულ კილომეტრზე, არამედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარდა, ანუ საოკუპაციო სივრცეების გარდა, ოკუპირებული სივრცეების გარდა, ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ეს დე-ფაქტო ხელისუფლება. ამიტომ მე მესმის, რატომაც აღიარებს არასწორი სიტყვა, რატომაც ცნობს ესეც არასწორი, რატომაც ურთიერთობს სომხეთის ხელისუფლება კომახეთის ხელისუფლებასთან. თუმცა ჩემი მოსაზრებით პრობლემა არის სხვა რამე და ამ სხვა რამეზე კი არავინ არ ამახვილებს ყურადღებას, ან იშვიათად შემხედრე. საკუთარ თავზე ვიტყვი, რიარაზე არ ვიტყვი. ჩვენ ვართ პირები, ვინც მედიაში ვართ, ვინც რაღაცა ხას საინფორმაციო პოლიტიკას ატარებს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საინფორმაციო პოლიტიკას ატარებს და არა იდეოლოგიურ პოლიტიკას. თუ ჩვენ თანხმდებით საზოგადოება მთლიანად, მათ შორის ჟურნალისტური გილდია თუ ჯგუფი, არ ვიცი, ვინც ვართ, რომ ეს არის საოკუპაციო რეჟიმის, ანუ ოკუპანტთა წარმომადგენელი ფილიალი ხელისუფლება. თანხმდებით ამაზე? თუ არ თანხმდებით, მაშინ სტანდარტები შეგვიძლია დავიცვათ. მე პერსონალურად მგონია, რომ ეს არის ოკუპანტთა წარმომადგენელი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა ქვეყანა არჩევნები და ასე კურსი შეცვალა და ასე. თუ ჩვენ ამაზე თანხმდებით, მაშინ ნებისმიერი ეგრეთ წოდებული სტანდარტებში მოქცეული შეფასება, რომელსაც როგორაც მოიხსენიებს ამ ხელისუფლებას, ასე მაგალითად ბრიტანეთის ან შეერთებული შტატების მედიის წარმომადგენელი, ჩემი მოსაზრებით არასწორი. ანუ ჩვენ სტანდარტებს არ უნდა ვიცავდეთ. ჩვენ უნდა ვნადირობდეთ პირდაპირ მნიშვნელობით თითო ამორჩეველზე თუ თითო მოქალაქეზე და უნდა ვეუბნებოდეთ თითო მოქალაქეს, თითო ამორჩეველს, რომ ეს არის ოკუპანტთა წარმომადგენელი დასმული ხელისუფლება. ბანდა, ხუნტა, ავისი, აჯგუფება, ხელისუფლების მიმტაცებელი, ძალაუფლებაში მყოფი, ავისი, რაღაც სინდიკატი თუ კოზანოსტრა. ამას უნდა ვეუბნებოდეთ, რომ თითო ამორჩეველმაც კი, აი თითოეულმა ჩვენგანმა დღეში ერთი ამორჩეველიც რომ დაარწმუნოს ამაში, ეს უკვე სერიოზული შედეგი იქნება. შესაბამისად, ნებისმიერი, არ მიტყვის სიტყვას შუაშისტური, მაგრამ ნებისმიერი სტანდარტებში მოქცეული, რა სტანდარტებზე ვლაპარაკობ? სერგო ორჯონიკიძე თუ არის, იმ სერგო ორჯონიკიძეს ეკუთვნის საფერფლე თავში, საფერფლეა ჩემს წინ, ან რაღაც ხელკეტი თავში. პირდაპირი, ან არა პირდაპირი მნიშვნელობით. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ჩვენი იერარქია არის არა ხელკეტი, არამედ სიტყვა, ამ შემთხვევაში და შესაბამისად, მას უნდა მოხდეს სიტყვა თავში. იმიტომ რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი სტანდარტებში მოქცეული სიტყვა არის ერთგვარი აღიქმება ამ ბანდის მიერ ჩვენს მიერ გადადგმულ კომპრომისულ ნაბიჯად. მეცაც გეტყვით. ეს ბანდა მაღალი ალბათობით ფიქრობს ასე, რომ ისინი მეგუებიან მე. და უფრო შემეგუებიან თუ
თუ დავალაგდები მათთან და ასე მაგალითად მაღალ ხილფასს გადავხდი ხმე დიენაზე კი ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ სტანდარტებს ვინც ვიცავთ პირობებში ვთქვი მე არ ვიცავ როგორ სტანდარტებს აქვე გეტყვით მე სტანდარტებს არ ვიცავ და არც დავიცავ იმიტომ რომ ჩემთვის თეა წულუკიანი არის ოკუპანტი ქალბატონ თეა თქვენიც თამაში მართალი ბრძანდებით ამაში კი იმაშიც კი რაშიც ის მართალია ეს მართალი არ არის იმიტომ რომ არის ოკუპანტი აი არ ვიცი ბორტნიკოვის თუ პატრუშევის წარმომადგენელი რა თუნდა ამას კიდე საფრანგეთში ენა ქონდეს დამთავრებული უნივერსიტეტი ენა და უნდა მარსზე გაფრენილა ელონ მასკთან ერთად არ მაინტერესებს ხო და ვისავთ თუ არა სტანდარტებს აი ჩემი მოსაზრებით ეხლა დიანაზე კი არ ვლაპარაკობ კონკრეტულად მაგრამ მაინც ჩვენ ვსდებით მაშინ როდესაც გგონია რომ კავკასიის ბელარუსში სტანდარტების დაცვა არის გარდაულა აუცილებელი, იმიტომ რომ დემოკრატიის რაღაც ხარისხს მაინც ვინარჩუნებთ. არანაირ დემოკრატიის ხარისხს არ ვინარჩუნებთ, ეს არის ყველაფერი ილუზია და ტყუილი. იმიტომ რომ დემოკრატიის ხარისხი მათ შორის გულისხმობს ინკლუზიურობასაც, დემოკრატია გულისხმობს მათ შორის და ჩვენ გარიყულნი ვართ ამ ბანდის მიერ ნებისმიერ წვრილ ამბავშიც კი წვრილ არამმნიშვნელოვანი უმნიშვნელო საკითხის გადაწყვეტის საკითხშიც კი გადაწყვეტების მიღების პროცესიდანაც კი გარიყულები ვართ. ინკლუზიურობასაც არავინ არაფერს არ გვეკითხება. ესენი მიაჭენებენ რუსეთის საკითხი. ეხლა კვლავ დავსვავ ერთ კითხვაზე და დავამთავროთ. არის სერგო ჯორიგიძე ბიზნივანიშვილი? მე მგონი რომ არის. თუ არის, ამ შემთხვევაში ბატონო ბიზინა იცით რა არის? როგორ ფიქრობთ? შესაძლებელია თუ არა საქართველოს ეკონომიკური განვითარება რუსეთთან ურთიერთობის პირობებში. სულ რო შესაძლებელი იყოს ეს კითხვა არ დაისვას. აღარ ვლაპარაკობ მათ ნაწილობრივ ცნობაზე ან ვერბალურ ცნობაზე. ნაწილობრივ აღიარებულია, ნაწილობრივ არ აღიარებულია, სომხეთმა რაღა ისცნო, აქედან გამომდინარე აღიარებულია, მაგრამ აი დაუნგრეთმა ხო? და აი რაღაც ჰოლანდიამ რაღა იარწმუნა ეს პრობლემა არის მათთვის, მაგრამ რაზე ვლაპარაკობ საერთოდ? ოღონდ მე კვლავ მინდა ხაზგასმით მინოთ ხო? მე დიანაზე არ ვლაპარაკობ ახლა. სტანდარტებს ვიცავთ თუ არა? მე მგონია რომ სტანდარტებს არ ვიცავთ. ჩვენ ვართ მოქალაქეები დღევანდელი საქართველოსი, რომლებმაც საკუთარ თავს უნდა დავხედოთ ისტორიიდანაც. ისტორიული პერსპექტივიდან. რა სიტყვის ჩვენზე შთამომავლობა თუ გამახსენდა გალაქტიკი არ ვიცი ხო? ჩემთვის დღესავით არის ნათელი რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობა გალაქტიკი ამბობდა ამას ხო? ხო, ჩვენთვისაც დღესავით უნდა იყოს ნათელი რა სიტყვის ჩვენზე შთამომავლობა. ჩვენზე შთამომავლობა კი უნდა თქვას ის რომ ჩვენ ვიყავით შეურიგებელნი ამ ბანდის ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში და ოკუპანტი არის პუტინიც, ოკუპანტი არის ბიზინაც, ოკუპანტი არის თეა წულუკიანიც და ოკუპანტი არის იდეოლოგიური ოკუპანტი. ტვინის მრეცხავი არის აი მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე ნებისმიერი ის ჟურნალისტი, რომელიც ამ ყველაფერს ეგუება და ამ იდეოლოგიას, ამ ოკუპაციას ეგუება და ქართული რუსული ოცნების იდეოლოგიას თუ პოლიტიკას ამართლებს, აპრავებს თუ ასე შემდეგ. ნახვამდის.